მოგესალმებით. როგორც იცით, დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება. შემოსული არის 19 განცხადება და მოგახსენებთ სიას იმ ადამიანებს, რომელსაც სურთ რომ წარდგენილიყვნენ კანდიდატად. ესენი გახლავან ალფაბეტური წესით გავყვები. ანა აბაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე, საადვოკატო ბიუროს არევაძე გონაშვილი და პარტნიორების ადვოკატი, გიორგი ბურჯანაძე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ლელა გაფრინდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის ხელმძღვანელი, სოფიო დემეტრაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თინათინ ერქვანია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ევგენია თავაძე, გახლავთ დროებით უმუშევარი, ალექსანდრე კობაიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლევან კოკორაშვილი, ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ნუგზარ კოხრეიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგის თავმჯდომარე, გიორგი მარიამიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორი, სერგო მახარაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი, მაკა მინდიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ხალხის ხმის დამფუძნებელი, ჯემალ ნათელაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ნიკოლოზ ნიკოლაძე, საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში იმყოფება, ქეთევან ჩაჩავა, არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ცობეხია, საადვოკატო ბიუროს გიორგი ცობეხია და პარტნიორების მმართველი პარტნიორი და დირექტორი, იაგო ხვიჩია, საქართველოს პარლამენტის წევრი და ნაზი ჯანეზაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი. ეს გახლავთ ის 19 ადამიანი, ვის გამოთქვა სურვილი რომ მონაწილეობა მიიღოს ამ კონკურსში. ეს სია და ასევე ამ მსურველების ბიოგრაფიები უკვე ატვირთული არის პარლამენტის ვებგვერდზე, ამიტომ ყველა მსურველს შეუძლია გაეცნოს ამ სიას და მათ ბიოგრაფიას. დღეს პირველ საათზე მე შეხვედრა მექნება კანდიდატების შემფასებელ ჯგუფთან, 9 წევრიან ჯგუფთან, როგორც იცით, ამ ჯგუფში შედიან დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ ზარანდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის დეკანი, ნათია კუპრაშვილი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი და ასევე ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის თავმჯდომარე, რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ელენე რუსეცკაია, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, არნოლდ სტეფანიანი, საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალენოვანი საქართველოს თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე, ეკატერინე ციმაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსის თავმჯდომარე და ლევან ცუცქირიძე, ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აღმასრულებელი დირექტორი. როგორც იცით, შემფასებელთა ჯგუფს აქვს დრო 13 ოქტომბრამდე, 13 ოქტომბრის ჩათვლით ისინი წარმოადგენენ შეფასებას იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც გაწერილია ეს რეგლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში. იცით, რომ არის 4 კრიტერიუმი, ეს არის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განათლება და გამოცდილება. და 13 ოქტომბრის ჩათვლით წარმოადგენენ შეფასებას და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს და პარლამენტის 7-კაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელონ მათი კანდიდატი, როგორც იცით, უნდა დასახელდეს მინიმუმ 7 კანდიდატი იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, როდესაც იცით, რომ უმრავლესობის ფრაქციამ განაცხადა, რომ ის დასახელებამდე არანაირად არ მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში და შემდეგ უკვე მას შემდეგ რაც მინიმუმ 7 კანდიდატი დასახელდება, უკვე განაცხადებს ამ კანდიდატებიდან ვის ექნება მისი მხარდაჭერა. ეს გახლავთ დღევანდელი მდგომარეობით. თუ გავიხსენებთ ჩვენ როგორ განვითარდა ეს პროცედურები, მას შემდეგ რაც ჩვენ ქონდა განცხადება, რომ იქნებოდა შეთავაზებული პროცედურა 1 სექტემბრამდე არაუგვიანეს ოპოზიციისთვის, ისეთი, რომელიც უზრუნველყოფდა გამჭვირვალობას, ღიაობას, ჩართულობას და ამავე დროს ისეთ
სისტემას, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს თანაბრად მისაღები პირის შერჩევას. აი ახლა მივუყვებით ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ და ვნახეთ პირველი, თავად პროცედურასთან დაკავშირებით არ არსებობდა არც ერთი კრიტიკული შენიშვნა იმ პროცედურაზე, რომელიც რეგლამენტში ცვლილების სახით და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების სახით დამტკიცდა და იცით რომ ეს კონსენსუსით დამტკიცდა. იქვე იყო ეჭვი რომ 9 კაციანი ჯგუფი როგორ შედგება და ნახეთ რომ აქაც არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დარჩა და სრული კონსენსუსით იმ პარტიებთან რომელიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში შედგა ეს ჯგუფი შემფასებლების 9 კაციანი, ასე რომ ჩვენ ეს გამოცდილება გვაჩვენებს რომ პროცედურა მიდის ძალიან გამჭვირვალედ, ღიად, ობიექტურად. ახლა უკვე დაველოდებით რა თქმა უნდა შეფასებებს და რიგი ჯერი ახლა არის ოპოზიციაზე, რომ აი ამ 19 შესაძლო კანდიდატიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ 7, რომელიც შემდეგ უკვე იქნება განხილვის საგანი. ზოგადად ჩვენ როდესაც საუბრობთ იმაზე გამომდინარე იქიდან რომ არის კოალიციური უმრავლესობა საჭირო და არის სხვადასხვა პარტიის ერთობლივი გადაწყვეტილება საჭირო, მათ შორის ჩვენ ოპოზიციურ კოლეგებთან როდესაც საუბრობდით, მე მგონი ყველა ვთანხმდებით, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანი არის ეს იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი, ასე რომ ვთქვათ ზოგადად. ამიტომ მე ვფიქრობ ეს ყველასთვის არის კრიტერიუმი, არა მხოლოდ უმრავლესობისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც ეს არის კრიტერიუმი, რომ იყოს ადამიანი, რომელიც მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ეს პროცესი და მათ შორის ის რომ ცხადად არის ეს დამოკიდებულებები გამჟღავნებული, რომ გვინდა ყველას რომ იყოს რაც შეიძლება ობიექტური ადამიანი ამ პოზიციაზე, ვფიქრობ, რომ მიგვიყვანს დადებით შედეგად. ხო, აქ თავარი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიო, ცხადი და ამავე დროს გათვლილი დიპლომატიური ნაბიჯები და ჩვენ ნახეთ რომ იყო საკმაოდ ადეკვატური მკაცრი რეაგირება საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელსაც დაიბარა ბელორუსის ელჩი და მოსთხოვა განმარტებები, ასე რომ ჩვენთვის რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ლიდერის შემოსვლა საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად. თავისთავად და მეორე მხრივ ეს მნიშვნელოვანი არის რომ ბელორუსი ქვეყანა რომელიც იყო ერთგული არაღიარების პოლიტიკისა ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს. ამიტომ მე ვიმედოვნებ რომ ეს დიპლომატიური ნაბიჯები რომელიც გადადგა მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განცხადებები რომელიც ჩვენი მხრიდან იყო მივიდა ადრესატამდე და გვექნება ადეკვატური რეაქცია. საკმარისი არის ის, როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ ბელორუსი არ გადაუხვევს არაღიარების პოლიტიკას, ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ არ იმსახურებდა ამ ნაბიჯს, რომელიც ჩვენ ვნახეთ, მაგრამ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესი წითელი ხაზი, რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას. ვფიქრობ, რომ ამიტომაც იქნა შესაბამისი დიპლომატიური ინსტრუმენტები გამოყენებული, მათ შორის განცხადებები გაკეთებული და მე იმედი მაქვს, რომ სათანადოდ აღიქვამს ამას ადრესატი. უსმენდით პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ჩალვა პაპუაშვილმა აღნიშნა სახალხო დამცველის პოსტის დასაკავებლად კანდიდატურების წარდგენის ვადა მოიწურა, ამ ეტაპზე პარლამენტში შესულია სულ 19 განაცხადი.